ენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. 50,500 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება, რაც მრავალწლიანი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. დარიშხანის შემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით კომპლექსური კვლევები ჩატარდა და შესაბამისი ანგარიშებიც მომზადდა. ექსპერტების და მოსახლეობის მონაწილეობით გაიმართა საჯარო განხილვებიც. ამ დროისთვის უკვე აშენდა 224 მეტრის სიგრძის დამცავი ჯებირი, დასავლეთ ნაწილში კი 350 მეტრის სიგრძის არხი, რომელიც სარკოფაგის ტერიტორიას დატბორვისა და დაჭაობებისგან დაიცავს. გასულ წელს განხორციელდა ნაპირდამცავი სამუშაოები, ასევე გაკეთდა წყალანირების სისტემა. მიმდინარე წელს უშუალოდ კეთდება სარკოფაგი, რომელიც იქნება 55,000 მეტ-კუბის მოცულობის. ამ ეტაპზე განხორციელდება ცანას 3-დან დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების განთავსება ამ სარკოფაგში, ხოლო მომავალ წელს ცანა 1-დან და ცანა 2-დან შესაბამისი დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების ამოტანა და განთავსება ამ სარკოფაგში. მოგესალმებით, რომ ძალიან დიდი საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტს მოეწყობა დიდი სარკოფაგი, სადაც მოხდება აღნიშნული მყარი ნარჩენის უტილიზაცია და მომავალ წელს უკვე იგეგმება მთლიანად პროექტის დასრულება. პროექტი უკვე დაახლოებით მესამე ეტაპზეა გადასული. პროექტის მიმდინარეობა ძალიან სწორად და კარგად ხორციელდება და ვიმედოვნებთ მომდევნო წელს ეს ადგილი უკვე სრულად დაკონსერვებული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უკან მობრუნებას.